ჯარისკაცებს და პოლიციელებს აქვთ იმის შეძლებობა რომ გომორსკოა ჩქიმ მარგალებ გომორსკოა სამარგალო სამარგალო ზოხოლეოკო კეცა უნას საქართველოს სამეგრელოში მოვალდა საქართველოს უნახეთ დიდი საქართველოს ჩემო მეგობრებო თქვენ მეგრელებმა იცით სამშობლოს ფასი იცით ერთიანი საქართველოს ფასი დამოუკიდებლობის თავისუფლების ფასი და მას თქვენ ყოველთვის ყველა დროში ადასტურებთ სამეგრელო ეს უზურპაციის მხარე ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. სამეგრელო განსაკუთრებულია ღირსეული შვილებით, სამშობლოსადმი თავგანწირული გმირებით. ამ კუთხიდან გამოსული ყველა მოღვაწე ისევ და ისევ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს იდეის უდგმულობდა. სწორედ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დამსახურება ის რომ დღეს ჩვენი სამშობლო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. მე მინდა გთხოვოთ უთიერი დუმილით პატივი მივაღოთ მათ ხსოვნას და კედი მოვიხაროთ მათი უგდავის სახელების წინაშე. აქ გაიარა ყველა უსამართლობამ, ყველაზე მეტად სამეგრელო დაიჭირა წლების განმავლობაში. კარგად ვიცით რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელო 90-იან წლებში. უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა და როდესაც სამეგრელო ნელ-ნელა იშუშებდა იარებს 2008 წელს ახალი უბედურება დაატყვა თავს ამ ულამაზეს კუთხეს. და მთლიანად საქართველოს. უნდა ითქვას რომ მეგრელებმა ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძენით. მე მინდა მადლობა გითხრათ ამ გამძლეობისთვის, ამ სიმტკიცისთვის, მაგრამ ზუგდიდელებს ისიც კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობა ბედის სანაბარად დატოვა. და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანა ომში ჩათრეული აღმოჩნდა. სიტყვა მოიტანა და გეტყვით. დღეს ნამდვილად არ ვაპირებდი მელაპარაკა წინა ხელისუფლების ნამოქმედარზე. დაიხალა ხალხი ამის მოსმენით. მაგრამ ბოლო დროს ისინი მაინც ბედავენ რატომღაც და უტიფრად ლაპარაკობენ. ისინი უნდა მოსწოთ თითქოს ვინმეს დაავიწყდა და ვისთან ჰქონდა საქმე. ხალხმა ყველაზე კარგად ვიცით, როგორ გვასწორა ნაციონალების ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში. სწორედ მათი წყალობით ჭირდა ამდენი უბედურება. ათასობით უდანაშაულ ადამიანთან საპროფესიო გარიგებას და უსახკარო დარჩენილ და გაღატაკებულ ჩვენს მოსახლეობას. ან მათ ხომ არ გონიათ რომ ვინმე დარჩება დაუჟელი. ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმის მთელი სისტიკე სწორედ აქ ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად. ჩვენ ყველა ვნახეთ როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა ნაციონალურ მოძრაობამ. ეს ხო მთელი ერის შეურაცხყოფა, მთელი ერის სირცხვილი. მაგრამ საბედნიეროდ ისინი დღეს აღარ არიან. ხალხმა თავად განსაჯოს დაეჯერება თუ არა ასეთ პოლიტიკურ ძალას დღეს. მე რა თქმა უნდა პატივს ვცემ ყველა მოსაზრებას. ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ის, ვინც უნდა და მხარი დაუჭერს იმას, ვისაც უნდა. მაგრამ მაინც გავიხსენებ, როდესაც დაგებულ გზებზე, შეგებულ ფასადებზე და აშენებულ სასტუმროებზე ლაპარაკობენ, გაიხსენებთ რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი. ადამიანის ხარჯზე, მეგობრებო, ადამიანის ჩვენი თანამოქალაქეების ფარზე მოხდა. და გეკითხებით ხალხო, რამდენჯერ მოგეცათ ფეშენებულ სასტუმროებში დასვენების საშუალება? არც ერთხელ. რომ თქვენ გასქონდა საშუალება იმ კონცერტების დასწრების, რომლებშიც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მილიონებს იხდიდა. თვითონ ნაციონალებმა მონათეს მაშინვე შეესდომათ და სისტემის მარცხად ყველა საშინელება, რაც ციხეებში ხდებოდა. დღეს ამბობენ, შეგვეშალა, გამოგვჩაო. ეს ყველაფერი თვითონ დაიწყეს, მეგობრებო. მათ არაფერი არ შეეშალათ. ისინი თვითონ გეგმავდნენ, თვითონ აკეთებდნენ ამ ყველაფერს. ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ იზრუნებს საქართველოს თითოეულ მოქალაქის ჯანმრთელობაზე. იცით რომ დღეს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯებს სწორედ სახელმწიფო აფინანსებს.
იცით რომ ზუგდიდში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით აშენდება რეგიონალური მნიშვნელობის ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი. მშენებლობა დაიწყება ივლისის თვეში. და ეს იმიტომ გადაწყდა, რომ მეგრელებს განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდათ ექიმობის და არა მხოლოდ ექიმობის. საქართველოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას, ოჯახების კეთილდღეობას. სამრეკლოს წარმტაცმა და განუმეორო ბუნებამ შეუძლებელია გულული დატოვოს ვინმე. ინვესტორი იქნება თუ ტურისტი. ამიტომ დავიფიქროთ სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებაზე. ჩვენ დაგვიდგენთ, რომ წელს ზუგდიდს ამ ძვირფას ქალაქს, ამ ისტორიულ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭებოდა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ზუგდიდი დაიბრუნეს თავის ძველ დიდებას. ჩვენ აღვადგენთ ამ ქალაქის მშვენებას, ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლეს, რომელიც ევროპასთან ურთიერთობის საუკუნე ნახევრიან ისტორიას ითვლის. მეგობრებო, კარს მოგვადგა თვითმმართველობის არჩევნები. სულ რაღაც ერთი თვე დარჩა 15 ივნისამდე. და მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ქართული ოცნებაა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი ნებით ატარებს ქვეყნის მართვის ის რეფორმას, რომელიც ჩვენი ძალაუფლების ხალხისთვის რეალურად გადანაწილებას გულისხმობს. ჩემო ძვირფასებო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურია თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების საკითხიც. მოქმედი კანონით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა საჯარო მოხელე დროებით მოვალეობის შესრულებად ცხადდებოდა და მე ეს საკითხი ძალიან მაწუხებდა. ამიტომ მინდა დღესა განვაცხადო. მინდა დავამშვიდო ყველა საჯარო მოხელე. მე როგორც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა მივმართე უმრავლესობას და ჩემი ინიციატივით კანონში შევიდა სრულება არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეებს აღარ დაითხოვენ სამსახურიდან. შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით განაწყვეტილებას მიიღებს მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად. ვიცი რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. დღეს დასაქმებული ადამიანებისთვის. ქვეყნის მართვაში ჩვენთვის ხალხის მონაწილეობა მთავარი. თქვენს გარეშე, თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობის გარეშე. ზუგდიდის ბედს ვერავინ ვერ გადაწყვეტს მხოლოდ. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და უპატრონოთ თქვენს ქალაქს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და დაუბრუნოთ ზუგდიდს ძველი ხიბლი და ძველი დიდება. ჩვენ ყველაფერში გვერდში დაგიდგებით. მეგრელები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ხართ. განსაკუთრებით კარგად ლიდერობა შეგეძლიათ. ხელისუფლებაში ბევრი ყავს ამ კუთხის შვილები, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ახლაც სწორედ სამეგრელოში დაბადებულ კარს, ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრს, გამოვუცხადეთ ნდობა და წარმოადგინეთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე. თბილისის თავკაცობა უაღრესად საპატიო თანამდებობაა და მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ამ შესანიშნავი კუთხიდან არის დავით ნარმანია ქართული ოცნების გამგებლების კანდიდატები. ზუგდიდის გამგებლად წარმოგიდგენთ ბატონ ედიშა თოლორაიას. აბაშის გამგებელი ბატონი მამუკა კვიტაშვილი. სენაკის გამგებელი ბატონი გოჩად გებუაძე. მარტვილის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა. ხობის გამგებელი ბატონი გოჩა ხაჯაია. წალენჯიხის გამგებელი ბატონი გოგა გულურდავა. ჩოროწყუს გამგებელი ბატონი დავით გოგუა. მეწის გამგებელი ბატონი კაპიტონ ჟოჟოლიანი. ქალაქ ფოთის მერი ბატონი ირაკლი კაკულია. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას
ხმა მიეცით ქართულ ოცნების კანდიდატებს. ყველაზე მებრძოლი ხალხი ხართ. და არც ამ ბრძოლაში, არც ამ არჩევნებში დაიხებთ უკან. და თქვენთან ერთად უპატრონებთ ჩვენს ქვეყანას. სამეგრელოს გავმა